დისკუსია ვუსმეთ მოსწავლეებს, ინტელექტუალური თამაში, რასად როდის, ვიქტორინა, ვინ უკეთ იცის ისტორია, მათემატიკა, სწრაფი აზროვნება, შეჯიბრი ჭადრაკში, ყველა ამ აქტიობაში, რომელიც გუშინ ნომერ მეორე საჯარო სკოლაში, თავისუფალი დღის სახელით გაიმართა, მასწავლებლებთან ერთად მშობლებიც იყვნენ ჩართულები. ასევე ვნახეთ ინტეგრირებული გაკვეთილი სპორტსა და მუსიკაში, ქართული ფეხბურთი 100 წლისაა, რომელიც საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ ერთობლივი მინი საფეხბურთო მატჩში დაგვირგვინდა. იყო შემოქმედებითი ტური მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენით, რომელიც სკოლის ფოიეში იყო განთავსებული. დღის ბოლოს კი შემაჯამებელი ღონისძიება სიმღერით, ლექსით, ცეკვით და რაც მთავარია, არაორდინალურობით, გემოვნებით, სიმსუბუქით, მსმენელამდე სწორად მიტანილი სათქმელით გამოირჩეოდა, რომელიც ნომერ მეორე საჯარო სკოლას ჩვევია. თავისუფალ დღეს სკოლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ნომერ მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული პაატა კუნჭულია, რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან, ლალი სიჭინავასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ, რომლებმაც ბავშვებს, მშობლებს და პედაგოგებს სკოლის საჭირო და აუცილებელი რეაბილიტაციის პირობა მისცეს. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, რომ ვიმყოფები ოზურგეთის მეორე საშუალო სკოლაში და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის ადგილი, სადაც ჩემი ბავშვობის ულამაზესი წლები გავატარე. ნახე და შევხვდი რამოდენიმე ჩემს მასწავლებელს, რომლებიც ნამდვილად მილამაზებდნენ ბავშვობის იმ პერიოდს და განსაკუთრებით მოვეფერე და მიულოცე მათ დღევანდელი დღე და გავიხსენის პერიოდი, რა პერიოდიც მე მათთან ერთად გავატარე. და მინდა ვთქვა ის, რომ ნამდვილად ამაღელვებელი და ემოციური დღე არის ჩემთვის და წუთები იყო. მთავარი პრობლემა, რომელიც არის ეს სკოლაში, არის ის, რომ საჭიროებს აუცილებლად რეაბილიტაციას და ეს არის ის პირობა, რომ აუცილებლად განვახორციელებთ იმ აუცილებელ ღონისძიებებს, რაც არის საჭირო და ჩვენს მეორე საშუალო სკოლას ჩაუტარდეს რეაბილიტაცია. დღეს ჩვენ ვიხილეთ მეორე საჯარო სკოლაში არაჩვეულებრივი ღონისძიება, ეს იყო არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თავისუფალი გაკვეთილები, რომლებიც პირდაპირ გამომდინარეობს ჩვენი ეროვნული მიზნებიდან და თითოეული მოსწავლის მზაობა იმისთვის, რომ ის იყოს პატრიოტი მოქალაქე, ის იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და ამიტომ ის ამუნარებს იძენებს სწორედ ამ არაფორმალური განათლების საშუალებით და დღეს აქ რაც ვიხილეთ დილიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვეული მომენტი ამ საჯარო სკოლისთვის, თუმცა დღეს ეს ერთიანობაში იყო მოყვანილი. მე ვისურვებდი, რომ ისეთ გაგრძელდეს ეს პროცესები ყველა სხვა საჯარო სკოლაშიც. უბრალოდ ეს არის აქ მთავარი სატკივარი ამ სკოლის არის ის, რომ არის სკოლა სარემონტო არის, რომელიც ეს პრობლემაც დასვეს დღეს აქ და იმედს ვიქონიებ, რომ ეს პრობლემა გადაეჭრება. ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და შესაბამისად ის გარემო მოტივაციისთვის ამ მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს ყველა სჭირდება და იმედი მაქვს, რომ ეს დადებითად გადაწყდება. დღეს ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული დღეა ჩვენ სკოლაში. თავისუფალი დღე. აი ამ დევიზით მიმდინარეობს დილიდან სასწავლო პროცესი ყველა კლასში. მასწავლებლებმა ეცადეს ძალიან საინტერესო შინაარსიანი და შემეცნებითი გაკვეთილები ეჩვენებინათ მოსწავლეებისთვის. გაკვეთილების შემდეგ გაგიგმილი ჰქონდა აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით, მათემატიკური, ისტორიული, ინტელექტუალური, სპორტული, ჭადრაკი, გამოფენა შემოქმედებითი და ასე შემდეგ. ეხლა ინდივიდუალურად ყველაფერს ცალ-ცალკე აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ამით არ დასრულებულა ჩვენი დღე, დასრულდა შემოქმედებითი, შემეცნებითი ღონისძიებით, რომელსაც ესწრებოდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსების ხელმძღვანელი, მშობლები, მოწვეული სტუმრები, რომელმაც ძალიან საინტერესო და შინაარსიანად ჩაიარა და ეს დღე დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროცესი შედგა კიდევ ერთი მეორე საჯარო სკოლის ისტორიაში. დღეს ჰქონდა სკოლაში გაკვეთილი, რომელიც ეძღვნებოდა ქართული ფეხბურთის ისტორიას. ოზურგეთის მერცხალის 100 წლის იუბილეს, გაკვეთილი ბავშვებმა წარმოადგნენ პრეზენტაციები და შემდეგ ჰქონდა პრაქტიკული ნაწილი, სადაც მშობლები და ბავშვებმა ერთად ითამაშეს ფეხბურთი. ძალიან კარგი აქტივობა იყო და
იმედი მაქვს, რომ მომავალში ესეთი აქტივობები ჩვენ სკოლაში კიდევ გაგრძელდება. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადოთ მობრძანებისთვის ყველას, მშობლებს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მთავარ ადგილობრივებს და ყველას, რომ მობრძაnen და მასწავლებლებსაც იმისთვის, რომ ესეთი აქტივობები გაგვაკეთებინეს და ესეთი ღონისძიება ჩაგვატარებინეს და ჩემი აზრით ყველას ძალიან მოეწონა და მეც ძალიან გახარებული ვარ და აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ჩატარებული აქტივობებით.